ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რაც ჩვენ ქალაქს აწუხებს და ადარდებს, ეს გახლავთ ბოლო წლების გამალებული სამშენებლო ექსპანსია და სამშენებლო განვითარებები მიმდინარეობს ინვესტორის სცენარით, სამწუხაროდ. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი აუცილებელია განაშენიანების სიმჭიდროების შემცირება და კოეფიციენტების შეზღუდვა. ასევე ძალიან დიდი პრობლემა არის გამწვანებულ არეალებში და ზოგადად საჯარო სივრცეებში გამალებული მშენებლობის წარმოება. სავარაუდოდ ჩვენ ამისთვის გამოვიმუშავებთ ხედვას და წესებს, როგორ შეიზღუდოს ამ ტერიტორიებზე სამშენებლო განვითარება. არის კიდევ უამრავი სხვა პრობლემა, კონკრეტულად ამ ჩვენი მუშაობის დროს, რომელიც აუცილებლად იქნება ხაზგასმული, ის რომ ქალაქმა დაკარგა მოქალაქეებმა მდინარე, პოლიცენტრული განვითარების პრობლემა, რაც აუცილებელია თბილისისთვის, რომ გადაწყდეს ეს საკითხი, სატრანსპორტო ძალიან მძიმე პრობლემაა, გარემოს დაცვის საკითხებია და ასე შემდეგ. ჩვენ ეხლა ვართ საყრდენი მოსამზადებელი სამუშაოებისა და საყრდენი რუქლის შექმნის ეტაპზე, რომლის შემდეგ ანალიტიკურ ნაწილში ძალიან მკაფიოდ გამოიხატება ამ საკითხებისადმი დამოკიდებული. ჩვენ მინდა რომ ქალაქის განაშენიანება იყოს მჭიდრო, უმეტესად საშუალო სართულიანი, რომლის გარშემოც ამ დასახლებების გარშემო იქნება საგარეუბნო გამწვანება, დიდი რეკრეაციული ზონები, რომლებიც დაკავშირებული იქნება მტკვრის რეკრეაციულ ზონთან და ფერდოებზე ჩამომავალ რეკრეაციულ ზონებთან. ანუ შეიქმნება მთლიანი სისტემა, რომელიც დაკავშირებული იქნება აგლომერაციის დანარჩენ ქალაქებთან. სწორედ ამიტომაც სარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობისას ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ergo პრიორიტეტადაც კი გვაქვს გარემოს დაცვის საკითხები. გვინდა მაქსიმალურად ჩავთვით ის ბუნებრივი გარემო, რომელიც პერიფერიაში ჯერ კიდევ არსებობს და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ამგვარი ტერიტორია დღეს ნაკვეთებადაა დანაწილებული და მათზე მშენებლობის ნებართვებია ხშირ შემთხვევაში გაცემული, ან აპირებენ მათზე მშენებლობის ნებართვის გაცემას. აი მერიასთან ერთად სწორედ გვინდა რომ ჩვენ აი ამგვარ საკითხებზე ძალიან სკრუპულოზულად ვიმსჯელოთ, გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღოთ და ამავე დროს ლაპარაკი უნდა იყოს იმაზე, რომ ამგვარი ტერიტორიების მაქსიმალურად გამონთავისუფლება შევძლოთ და დავიცვათ ისინი აი ამგვარი განაშენიანებისგან. შეიძლება აქ რაღაც საკომპენსაციო ღონისძიებებზე იყოს საუბარი, მაგრამ ქალაქს ბევრი ამგვარი რეზერვი არ გააჩნია. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილოთ ამგვარ ტერიტორიებს. თბილისის როგორც ქალაქის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება. ამისთვის აუცილებელია მისი ქალაქგანვითარების პოლიტიკის რადიკალური შეცვლა. თუ ეს არ მოხდება, ძალიან ძნელად არის წარმოსადგენი, რომ ჩვენ შვილებს კიდევ ქალაქში მოუწიოთ ცხოვრება.